აბა, ეხლა ვნახოთ როგორი გამოდის ჩემი ჭიჟი-პიჟი. ცხელია. ეს ვაიმე ირაკლი შეიძლება ეს გამოვიყენო ცოტა ხით. კი, დიდი მადლობა. ვიცოდი დამთავრდებოდი. ასე ესეც აი ცოტა მიიწვა მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით მოუხდება აი ეს ასე ნუ რო დამთავრე ბოლოში კარგი იქნება ამაში დაწესებული ვარ ეხლა რა უნდა ეხლა მარილი გემოვნებით როგორ გამგეხეს მარილიათ შაქარა სოდა ყოფილა ამიტომ ესეც ასე დილავშილობის დათო რა არის რა სუნია მეზობლის კატა ხო არ მოკვდა დაიწყო ეს ნერვები მაგრამ მოშლილი და ვერხლა ვაკეთებ იმას და საჭმელს და მაიკო წავიდა მამამისთან სოფეში არ ვიცი როდის შემოშლება 3 დღით წავიდა 4 დღით ან 1 კვირა საერთოდ არ ჩამოვიდა ვინმე ხუმნა გაგიკეთოს დედა აი სულ ჩემთვის ადექი შენ დილაუთენია სულ ჩემთვის წამოხტი რომ ბიჭი არ წავიდეს ფშიერი სამსახურშიო თავი მოგვეჭრება ოჯახსო და ჩემთვის აკეთებ ამას ყველაფერს ყოჩა რას აკეთებ ის მაინც მითხარი რა ვიცი ჭიჟი-პიჟი დავიწყე და გამოდი მიმიშვი მანახ მოდი ელია კაცო რა აი ამით ცადე ხა ცადე ზუსტად ცოტა მიწო მაგრამ უხდება დათო ალექსიძე რა კიდე კარგი გადაწყვეტილი მქონდა რომ შენთვის მეჩუქები და ეს ხალხი თორე რას გიზავდი შესაძოდაო შენ ჭიჟი-პიჟის უზეკა ჩემი ხალხი გამიფუჭე ხო აი ირაკლი რა კარგი რა დათო რა კარგი რა სხვა რამე ვერ მოიფიქრე სახლინა რო წავსულიყავი მაინდა-მაინც უნდა მომწამლო კაცო რა არის რასაკეთებ ამას როგორ ჭამ ან მაიკო სად არის როდის ჩამო აღარ ჩამო ნადუდა დამშორდა დაგშორდა ხო დამშორდა ასე გეუბნებ ასე მითხრა სანამ შენ ნათესავი არ წავა აქედან სამუდამოდ ჩემ ფეხი არ იქნება ამ ოჯახში მასე გითხრა ხო? ხო და კიდე დიდხანს მოგიწევს შენი საფირმო ჭიჟი-პიჟის თუ რა ქვია იმის ჭამა. აი ეს. ნეტა მალე ჩამოვიდოდეს რა ხო შეიძლება რომ დღესვე ჩამოვიდეს მაგრამ ვერ ჩამო 2 დღე უნდა იყოს იქ. კარგი რა დავიღალე რა დილიდან დამტვირთე ამ მარტო ნეგატიური ფლუიდი თუ რა ქვია ჯანდაბა იმეები და ნუ წუწუნებ რა. ჩამო აბა რა სიზავს კაცო რა მოგივიდა შენ რა რაღაცა უნდა შევჭამო მე თავი მტკივდება მშიერზე სამსახურში ვერ წავალ ასე რა. ხო აი მიირთვით მას ნიატან ეხლა რამე მარტო ხუპული ხოლმე ჭამ მართალი ხარ
მარტო პურის ჭამა არ შეიძლება, პურს რაღაცა უნდა მიატანო. გადაიღე რა, გერიდება. არ გინდა? კი ბატონო, არ გინდა, მე უფრო ბევრი დამჭირდა, ჩემთვის უკეთესია. ეხლა შევჭამ მას ეხლა არ მინდა, შენ რო წახვედი სამსახურში, ეხლა დაჭამ, მე მივირთმე, მე და ცოტა დაგიტოვებ თუ გინდა. მოგვიანებით შეჭამ. ძალიან კარგი, თან გაცივდება, სულიც აღარ ექნება. ეს გემოც დაბლაგუდება ალბათ, ხო? კარგი, გავიქეცი მე. დღეს ცოტა დამოგვიანდება, არის ნერვიულო. და რომ ხო საჭმელი რა დაგახვედრო? საჭმელი არ მინდა, მაიკო ან კარგი მზარეული დამახვედრე. რა ხარ ახლა გამომდის ეს საჭმელები და რა გავაკეთებ რგამკი რა. არ შემიძლია ეს. ნეტა მალე ჩამოხვიდოდი რა მაიკო რა. როგორ მომენატრე რა. არ შემიძლია ეს მარტო ყოფილა. ორ დღეში შეიძლება ჩამოხვიდე, სამ დღეში რა. ერთ დღეში რა ხო შეიძლება რომ ჩამოხვიდე დღეს. არა? ჩამოხვიდე სამ დღეში. დავი მარტო რა ირაკლისთან ერთად. არ შემიძლია. რომელი ხარ ხა რა გირი რა? მაიკო შენ ხარ? ჩამოხვედი მაიკო გელოდებოდი მე როგორ მომენატრე მაიკო იცი ძალიან მომენატრე მაგრამ ეს მალე ჩამოხვიდოდი კი არ მეგონა ძალიან მომენატრე სად იყავი ამდენი ხარ ბოზღო ვერა ხაჩეკალგათ რა გადაგიდალე ხარ ხო, კარგია, მოიცა. ოხ, ნატუკა. ესე იგი, რომ ვუთხარი თალიკოს ჭორაობას მოусმინე, მეთქი ხო, კარგი გოგო ხარ, მიდი უსმეს. აჰა, კარგი, მაგრამ ოხ, ნატუკა, რა ესე იგი ეს გოშაძე და სხმოიანი რაზე ლაპარაკობენ, ასე თვალებ დაკაჩულები არც დაუნახავს. ხო, მიდი, ნატუკა, მიდი. გაკეთებ-კეთებან? ჩვენს მიშიკოს ვუყურებ, ლაშა, შეხედი რა საყვარელია, როგორ გაიზარდა რა. ისე ტანის დიდი ბავშვია, ხო, რაღაცა. დიდი იქნება კეთევან, არ გაცივდესო და რა ტასაცმელი ქონდა, ყველაფერი ჩააცო. ლაშა, აბა ისე კეთევან, თამარის ხმა შემომეცმა და ხო არ ჩამოვიდა? არა, ჯერ არ ჩამოსულა, მაგრამ დარეკა. დარეკა, ხო, დამირეკა, დღეს ჩემა და. კეთევან, მეორე ოთახში მესმოდა მაგის ხმა, ეგ ლაპარაკი არ არის, ყვირილია ეგ კეთევან, ყვირილია. და რა გითხრა ასეთი 2 საათი რო ყვიროდი ყოჩახთამარო? რაო? ყოჩახთამარო რო ყვიროდი 2 საათი. ხო, მაგას ვენაცვალე. მართლა რო ყოჩაღი დამყავს რა, ვენაცვალე მაგას. თუ გესმის დამრიხა ჩემი ხმა, შენ გენაცვალეთა. ესე იგი, მომისმინე ლაშიკო, ესე იგი, მოკლედ, შენ ხო გახსოვს სანტრედიაში დოდო მამიდა? რამინის მამიდა, დოდო. კი, როგორ არის? ხო, ჩვენც ესე სულ მეძახდით ესე ბავშვობაში მე და თამარი. დოდო მამიდა, დოდო. ხო, ძალიან გვიყვარს, ძალიან კარგი ქალია. ხო და ესეთი მაღალი ტანწერწე და რაღაცნაირი შესახედი და ლამაზი. ხო და მოკლედ ესე იგი 10 წელია რაც დაქვრივდა დოდო მამიდა. ერთი შვილი დარჩა და ისიც გაუთხოვებია ლანჩხუთში. ხო და ეხლა ესე ხო და ეხლა ესე მარტო ცხოვრობს დოდო მამიდა. ხო და მოკლედ თამარს უფიქრია ასე მარწყვივით ქალი როდემდე უნდა იყოს მარტო და მარტო რატომ უნდა ცხოვრობდესო და უნდა გავათხოვო. მაცადე ლაშა ერთი წუთი მაცადე რა. შენ მაცადე კეთევან. ეს დოდო მამიდა გავიგე და უნდა გაათხოვო დოდო მამიდა, ხო? ხო. კარგი იდეა და ბიძია ვინ იქნება, ბიძია? ვინდა? მოიცა კაც უნდა დაუძაბო. დოდო. ლაშა. მიგეკავითხა. ვინდა ვინ წუწუნებს ხოლმე როდემდე უნდა ვიყო ასე მარტო როდემდე უნდა ვიცხოვრო ვინ წუწუნებს ხოლმე აბა ვახო დათო ირაკლი რა ვიცი იუზა ვინ წუწუნებს ხოლმე რომ ესე იგი ასაკი კი მაქვს მაგრამ ბევრ ახალგაზრდას ვაჯობებ და ცოლი უნდა მოვიყვანო
საშა? ვაიმე. საშა? საშა, კაი, საშა და დოდო, ხო? დოდო და საშა. დოდო, საშა, საშა. ისე კეთება, რო არ იცოდე, კი ვერ მიხვდები კაცი რომელია და ქალი. ლაშა. და მე როგორ ფიქრობ ეხა საშა მოიყვანს ეხა სამტრედიელ ქალს, ა? ვაიმე, ბოდიში რა, რატომაც არ უნდა მოიყვანოს, ვერ გავიგე. იცი დოდო მამი და რა ქალია? ტანწერწე და მაღალი, ლამაზი, ესეთი ახოვანი შესახედი. ჯერ მარტო 2 სართულიანი სახლი აქვს სამტრედიაში, გაკრიალებული, გაპრიალებული, გაწკრიალებული. მერე იანეთში ნაკვეთი და იქვე აქვს 2 სართულიანი არაჩვეულებრივი სახლი. ხო, სამტრედიის ცენტრში აი ესეთი მეორადი ელიტური მეორადების მაღაზია აქვს, გადასარევი, ხო და აი ესეთი არაჩვეულებრივი ქალია, ფანტასტიკური. ქეთევა, ასეთი კარგი ქალი თუ არის. საშას კი არა, ბარემ ვახოს გაურიგოთ ჩვენთვისაც კარგი იქნება. არა? ლაშა. რომ მეძალება ეს იუმორი გამხანა, მეძალება რა. კარგი დაწყნარდი რა. ვაიმე ისე ლაშიკოა. საშა და დოდოა. ხო. დოდო და საშა. რო აი, ბედი რო არსებობს რა, ბედია. ბედი კი არა, თამარი არსებობს კეთება. ოხ, ვაიმე არ ვიცი რა, ესე იგი, ლაშიკო მომისმინე ხლა, ჩვენ უნდა მივხედოთ აქ საშას და იქ თამარი მოაგვარებს ყველაფერს. კი, მოაგვარებს ჩემი თამარი აბა რა სიზავს. ისე კეთება. გადარეულები არიან, შოკიდან ვერ გამოსულა სამტრედიელები, ჯერ იმიტომ რომ თამარი გათხოვდა და ახლა დოდო თუ გაათხოვე, გადაირევი. გადარეა. გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ბარზე გააკეთეთ არჩევანი, იმედია მომავალში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ბარში შემოვიდეთ. კომფორტულად მოეწყეთ, იცით რა უნდა შევუკეთოთ თუ მენიუ მოგართვათ. ვინ ახარში? უკაცრავად არ გაგეცანით, მე ახალი ბარმენი ვარ, პაატა ფერაძე, ბარის ფლობელის მაგას მეგობარი. მენიუ. ახლა კი ბატონო. ვახ, დათო აქ ხარ, ვახტანგ. შემოდი ბარში. აქ პატა. რა? აფერი, მოვა გეტყვის თვითონ. აი თქვენ მენიუ ვინებთ? გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ბარზე გააკეთეთ არჩევანი, იმედია მომავალში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ბარში შემოვიდეთ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოსახლეობა სარგებლობთ. კომფორტულად მოეწყეთ. თქვენ იცით რასაც შევუკეთავთ თუ მენიუ მოგართვათ? ვინ არის ესა? აი, ახალი ბარმენია, შენი მაგას მეგობარი. პაატა ფერაძე. ჩემი მაგას არა ის. უკაცრავად თქვენ დიდხანს მუშაობდით მაგასთან? არა, მე ცოტა ხნის წინ ჩამოვედი საქართველოში, ამერიკაში ვიყავი, ლოს-ანჯელესში მუშაობდი ბარმენად, სხვათა შორის იქ პიტს მეძახდნენ. შემდეგ რუსეთშიც ვიმუშავე ცოტა ხანს, იქ კიდე მერქვა პეწია. ბოლოს ინგლისში ვიყავი და იქ მერქვა პიტერი. ვა, ვახო ცოცხი კარტოფილი. დათო კოსტუმა ბუზღუ. ბუზღუ? რა ვაშკაცური სახელია. რა ბძანეთ რა ქვიათ? პაატა, პიტერი პეწია, პიტი. გასაგები. პაატა, ჩვენ აქ ხშირად დავდივართ ხოლმე. მე დროთა განმავლობაში სხვებსაც გაიცნობთ და აი ესე. ისე უკვე გავიცანი ვიღაცეები. ნათელა თალიკო, მათე კირვალიძეები, ურუშაძეები, კეკელიძეები. ვა, ხედა, კაცთან მარიც ყოფილა, კი არ ვიცოდი. თურმე. სხვათა შორის ჩვენი ახალი წესების მიხედვით, თქვენ როგორც ჩვენი ბარის ერთ-ერთ პირველ კლიენტებს შეგიძლიათ უფასოდ გასინჯოთ ნებისმიერი კერძი ჩვენი მენიუდან. ვა, უფასოდ? დიახ, უფასოდ. მართლა? დიახ. უფასოდ. უფასოდ.
მაშინ რა ქეიცი, აი მენიუს შენ უფრო კარგად ხარ გარკვეული და რაც ყველაზე ისეთი კარგია მოგვართვით თუ შეიძლება. კი ბატონო, ახლა ვერ. აი, უბრალოდ კარგია. მე მომეწონა. მოიცახოთ. ესო. ალო. დათო ვარ ირა, ჭამე შენამე? არა. მომისმენ რა ხდება უფასოდო. ირა, ჩვენთან ბარში არის საჭმელები ძალიან იაფად. უფასოდ. შენთვის ავიღებ რამეს თუ გინდა და მე მომეცი ფული. ვინ არის აბა ნახე? ვინ არის? საშა. მოგდანით ბატონო საშა. გამარჯობათ. გამარჯობა ბატონო საშა. კაცო, ეს რა კაი ბიჭი არის ის რა ქვია ამირანი. ის გადასარევი დაბძანდი. შემოახომა ჩემთან. ხან ჭადრაკს თამაშობთ. ხან ნარც ვაგორებთ. რა კარგი. ხან ტელევიზორს უყურებთ. რა კარგი. მე წავა სახში. ეხლა ჩემთან იყო ცოტა დავლიათ და ამიტომ შემოგვიანდა შემოხსა. აბა რა ხდება რა ამბავია. ხო, რა ვიცი აბა. ალბათ მე დაალაგეთ სახლი მივაწყრიალე. აბა კაცო, მივაწყრიალე. ძნელია, იმიტომ. უკალო ოჯახი ძნელია ბატონო საშა. უკალო ოჯახი ძალიან ძნელია. ჩაის ხომ დალევ? კი, სიამოვნებაა. ჩაის, კარგი ჩაი მაქვს, შავი ჩაი. თქვენი გამკვირვებია ბატონო საშა. ახალგაზრდა კაცი ხართ. აგერ შვილები დაბინავებული ყავთ. ბოდიში და ასე მარტო როდემდე უნდა იყოთ. აბა რა უნდა ვქნა? როგორ რა უნდა ქნათ? ოჯახის ახალი წევრი გჭირდებათ ბატონო საშა. ვინც მოგხედავთ, მოგივლით, მოგეფერებათ. ხო და რა ვიცი, ხო. შემოლაშა. ვისაში ჭირდები? ვაიმე როგორ გეკადრებათ ბატონო საშა? როგორ გეკადრებათ? თქვენ ისეთი კარგი ადამიანი ხართ, განათლებული, თან ჯანმრთელი, აი ესე ყოველდილით კუსტბაზე არ ვიხართ და ჩამორბი ხართ, არ ვიხართ და აბა რა, ძალიან მოხარულია. არ ვიყარ და ჩამოვარ კი, მაგრამ ჩამოსვლას რო 1 საათი მჭირდება. აი ეს იმიტომ რომ სახლში არავინ გელოდებათ. აბა სახლში ვინმე გელოდებოდეთ, 5 წუთში ჩამოირბენდით. აი მე ვისაში ვჭირდები ხო? ვისაში? ასე თუ იჯდებით მე რა ვიცი ვისაში. ქეთევი. ერთი წუთი აი ძლივს დავდივა როგორ. როგორ ახლა ვისაში ჭირდებით და ეხლა შეიძლება რომ ჭირდებოდეთ, ალბათ დაჭირდებით ვინმეს ის ვაიმე. ვინ გამახსენდა ქეთევანი იცი? თქვენი ნათესავი რო არის სამტრედიელი დოდო. აბა დოდო. რა აბა დოდო კაცო. დოდო, რამინის მამიდა დოდო. ბიში გინეცველი. დოდო, ვაიმე როგორ გაგახსენდა რა ტიპი ხარ ლაშა, რა ტიპი ხარ ვაიმე. დოდო მამიდა ჩემი რამინე. ვაიმე მაგას ვენაცვალე, რა ქალია, განათლებული რაღაც, აი არაჩვეულებრივი ქალია. ბატონო საშა, ისიც ქვრივია, იმასაც შვილი უკვე დაბინავებული ყავს. ესე იგი, სამტრედიაში აქვს 2 სართულიანი, გაწკრიალებული, გაბწკრიალებული, არ ვიცი, აი შესანიშნავი სახლი. იანეთში აქვს აგარაკი 2 სართულიანი, იქვე მიწა, ნაკვეთი, ყველაფერი. ასევე სამტრედიის ცენტრში აქვს მაღაზია ელიტური მეორადები. ფანტასტიკური რაღაც არაჩვეულებრივი მაღაზია, ხო და ვაიმე ჯერ მარტო რა წინაპრები ყავდა, რა წინაპრები? ესე იგი, ადრე ხო იცით, ადრე მეგრელები რომ ცხენებს იპარავდნენ, ბაბუამისთან მალავდნენ თავლაში. ესე იყო მახსოვს, წყალი მომაწოდელაში. თან ბატონო საშა, ახლა რა არის იცით? ჩვენ რო ვიხმაურებთ, თქვენ კი აღარ შემოგვივარდებით და დაგვაწყნარით, ის შემოვა და გაგვაჩუმებს ყველას. თან დაუკვირდით, შეხედეთ, ბაბუა ყოლია ბიზნესმენი. ბაბუა აი ეხა ის უნდა ვთქვა, ესე იგი არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი ქალია, ესე ფიზიკურად იქნება სადღაც 90 კილო. 60 წლისაა და 90 ლარი აქვს პენსია.
აი დაუკვირდით ბატონო საშა, შეხედეთ ესე იგი 90, 60-90-ზე. შიგინაცა. რა სიტყვით? რა უნდა ვთქვა, კაცო? ჯერ გავიცნო. გავიაროთ, გამოვიაროთ. შევხედავ. შემომხედოს ეგება არ მომეწონე. ხო და ესე 90-100 წლის ასაკში დაქორწინები? არა, ეგრე. დრო გარბის ბატონო საშა, გარბის. ხო ისა, ბატონო საშა, აი მე არ შემიძლია რომ არ გითხრათ, იცით? აი ხო ახლა რაღაცა ესე საუბრობ და ეს ყველაფერი ჯერ ლაპარაკის დონეზეა, მაგრამ აი მე უკვე ვხედავ დოდო მამი და როგორ ფუსფუსებს თქვენს ოჯახში და როგორ უხდება თქვენს სახლკარს, აი კარგი კეთება. ხედავ კი არა ხმა შემომესმა უკვე. შემოგიყვება და ბაბაკონო დედო, ჩემ შესახებ იცის რა? თქვენ შესახებ გალბატონ. ბატონო საშა. თამარი ამ საქმეში ჩარეული ახლა და თქვენ შესახებ არ ეცოდინება. არ ვიცი. ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ მე რაღაც უკვე დამცხა. ვაიმე დაცხათ. ბატონო საშა, მე ხლა ავდგები, დავურეკავ ქალბატონ დოდოს, დოდო მამიდას, ჩამოვა და უფრო კარგად გაიცნობთ ერთმანეთს, ხო? ჩამოვა? არა, სირცხვილია, სირცხვილი. ბატონო საშა, დავრეკო. დარეკე. ვინც თქვენ არ გიცნობთ ბატონო საშა რა? ჩამოვავითო? ხომ გაგიგონიათ გამონათქვამი. პატარძალო, ჭირვეულო, ჩამოხვალო კიო. აბა ჩამოვა? ვა. თქვენ ტელეფონი გირეკავთ? მადლობთ ხო? გემრიელად მიირთვით. ალო. ხო, თამარ, ხო. მეც მომენატრე ძალიან, ხო. რა? ხო, სწორედ გაგიგი ახალი ბარმენი ყავს. ხო, რა გვარია? ფერაძე. ხო, ფერაძე თამარ. არა ეგ არა ფერაძე. ალო. თამარ, ფერაძე. ფრიდონი ეკა რამაზიავთო. ძროხა ეძგერა. ფერაძე. ხო, კარგი. მაგარია? მომეს მომეწონა. ისამდე პედო. მოდი. მოგეწონათ? მაგარია. ჩემი მომზადებულია. საერთოდ გემრიელი საჭმელების მომზადება არის ჩემი ჰობი. ხო? მართლა? დიახ. თქვენი ჰობია? დიახ. ვაიმე. აი შენ და ვახუხულა გაუგებთ ერთმანეთს ფანტასტიკურად რა. ამას სახლის დალაგება უყვარს, შენ საჭმლის გაკეთება და ესე დიახ. მაიმუნებს. ისეთ ერთი კულინარიული წიგნი მაქვს ბუზღუ და დათო. უამრავი გემრიელი საჭმლის რეცეპტი წერია და იქიდან გავიგებ. საშინელება ეს წიგნი შევიძინო. იცით, აქ არ ვიცი იყიდება თუ არა, მე მოსკოვში ვიყიდე. მაგრამ თუ გაინტერესებთ, შემიძლიათ გათხოვოთ. თუ მოთხოვთ? ერთი წუთით. რა ეხლა? რა წიგნი რა მოიგონა ეხლა ეს? შენ რა შორში ხარ კაცო? შენ რა შორში ხარ ჩემთვის? შენთვის არა იმისთვის ვიცი რისთვისაც გინდა, მაიმუნობ აქ რაღაცაებს რა. შენ აი გამომართვით, ოღონდ მე უნდა დამიბრუნოთ. ხო, აბა მე რას დაგიბრუნებთ აუცილებლად. რუსულად არის? დიახ. არ მიტა მაშინ იყოს.
აღარ მინდა მე ვიშობის ჩემ მეზობლებს ექნება პრინციპი შენ თუ ესე ძალიან გჭირდება მოიცა დათო ეხლა არ მითხრა ვერ დავიჯერებ ვერასდროს რომ აჭარელ კაცს რუსულში გიჭირს ჰა რა მიჭირს შენ ცოტა მომეცი აქ მიჭირს და ის კიდე დამა ესე იგი ავიღოთ ერთი თავი ჩისნოკ ხო ეს არის ალბათ რაღაც კულინარიული ტერმინი ეს გრამატიკული და იმიტომ ცოტა მიჭირს ხოლმე გრამატიკა ესე ხო ეგ ეს ვიცი რა ვიცი ისე თუ გინდა დატოვეთ არა იყოს წავიღებ არა დათო წამოიღე შენ ეგ ციგნი მე მოგეხმარები შენ ხო აი მომეხმარება რა პრობლემა ეხლა გავაკეთოთ ამას ორ წუთში კი ბატონო კი აი ეს იქნება ძალიან გემრიელი ვახო ეს კერძი ხო კერძი ამ ის გაკეთება შო დამეხმარა აი რა ქვია ნე მუკა ხო რასლობა აბა ვახო ხო დავჭოთ ეხლა უგემრიელი საჭმლის გამზადება მე ვკითხულობ შენ თარგმნი მე ვაკეთებ კარგი რა დათო არ გეზარება ვახტანგ ნუ ზარმაცობ თორე თამარი ჩამოვა და ვეტყვი რომ შენ რო წასულიყავი თამარ თქო ეს გოგოებს ებრანჭებოდა რა ყველია ეგ ხო იცი ვიცი ტყვილი რომ თამარ მაიცის კარგი ხო კარგი დავიწყოთ აი მაგალითად ეს რაღაცა მომწონს აი რა აი ეს აი ბაკლაჟან რა არის ეს რა ბაკლაჟან ხო ეს არის დათო შეჭამანდი კერძი არ მინდა არა არ მომწონს ამაში ის ვნახოთ ეს უკროპ ეს არის ჩიჟი ბიჟი ეს ჩიჟი ბიჟი არ გამაგონო მეორედ არა კარგი მოდი ერთ შენაირჩე და მე ვნახოთ აი სხვა გვერდს აქეთ ეებია რა ნახე მანახეთ აი ნახე აი ეს შვენიერი კერძი გამოვა ეს რა ნახე რაღაც კარგად ჟღერს რა უქსუს ჰა ხე როგორია მაშინ მაგრა ხო სუყი აი ემეძებდი ხა მაქსიმალს ხო კი როგორ აი ეს უქსუს ეგ გავაკეთეთ რა არის ეს უქსუს არის რა უქსუს არის ძველი რუსული ნაციონალური კერძია დათო ეს ხო და ეს ძალიან მარტივად მზადდება და ძალიან გემრიელია სხვადასხვა დათო ტოლსტოის უყვარდა ეს ძალიან კარგი გამარა გიждდებოდა ხო აბა გავაკეთოთ ეს მზად ხარში მაშ ძალიან კარგი მაშინ ხო დიხ მაშინ დავიწყოთ ავიღოთ ერთი წინსაფარი ერთი და მოვირგოთ კარგად მოირგე ისე მოიცადე ვირგებ მოირგე ძალიან კარგი თავზე დავიფაროთ მზარეულის ქუდი არა მაქვს რა არა მაქვს ხო მზარეულის ქუდი არ გაქვს არაფერი მაშინ არ გამოვა წავედი მე კარგი რა ვაღო კარგი ხო რაღაცა ეწერა იქ ვერ დავინახე ბოლოს აბა ნახოთ აბა ერთი რა წერია აი ნახე რა წერია არაუშავს თუ არ გაქვთო ზარეულის ქუდი აი ეს ბოლომდე რო არის ხო აი ეს ხო გამომრჩა ესე იგი შემდეგ რასაც ვაკეთებთ არის ვჭრით ხახს ხო ავიღოთ 12 ხახვი ხო 12 ხახვი და დავჭრათ რამდენი 12 ორ ადამიანზე არ აკეთებ თუ ეხა უფრო მეტზე მაშინ 20 აუ შენც გინდა არა დათო მე არ მინდა მაგრამ მირაკლი ხომ მოვა
არა, ირაკლი არ მოვა. მითხრა რომ თანამშრომელთან ერთად მიდიო ვახშამზე. ვახშამზე? ძალიან კარგი. მაშინ ეხლა იცი რა ქენი გამომართვიეს? ეხლა დაჯექი შენ. დაიწყე ხახვის დაჭრა. ოღონდ წვრილად უნდა დაჭრა. ძალიან წვრილად რა. ხო, 12 ხახვი. მაგრამ შენ რახან არკეთებ ბევრზე, მაშინ 10 ხახვი შენ გეყოფა, მე მანამდე გავალ ხელებს გადავიბან. მოვალ და დაგეხმარები. რატო? იცი რა მაგარი სადილი უნდა მოგამზადებინო თუ ვახშამი, ჰა? აი ძალიან მაგარი რა. ძალიან მაგარი. მიდი წვრილად, რა შეიძლება წვრილად? ალო. ო, გისმენდი რა. შენ არ დასვხარი და ვახშამზე? არა. აი მე კიდე მე და ვახო უფრო სწორედ ვაკეთებთ ძალიან მაგარ საჭმელს. ხო. აი რაღაცა უცხოური რეცეპტით ვახო მეხმარება ძალიან მაგარი გამომდის მე მგონი აი ვერავინ ვერ დაგიბზადებს ესეთ იმას და საჭმელს. მართა გეუბნები მართა არ გინდა მოხვიდე? ჰა? და? რა? კარგი, მაშინ ცოტა შეგინახავ, ხო? კარგი. ეს ვახო სადარი და ვახო! არ ვიყოფა ვახო, ნახი რა, მამას წვრილად როგორ დარწე ხა? რა არის დათო ეს? ცოტა წვრილად, კიდე უფრო დააკუცმაცე, ხო? რა არის? დანარჩენი ყველაფერი გააკეთე, რაც გითხარი? კი, გავაკეთე მიწერი აქ ახლა ვიგეთყვი. პიპილი, უკენი, არაჟანი, კვერცხი, ნიგოზი, ერბო, ქიშმიში. ქიშმიში? ქათმის ხორცი, ბოლოკი, მჟავე, კიტრი, რთული. და? ხო, კარტოფილი. კარტოფილი, როგორ? დათო, მომისმინე ხა, კარგი ეყოფა გაანები მაგას თავი. ეგეც ჩაყარა ეხლა ქვაბში. და ნელცეცხლზე იდგა 10 წუთი. 10? 10 წუთი ზუსტად. მე მანამდე სახში წავალ და შენ მერე გასინჯეკ. შეგეშინა. მოვძან. რა გემრიელის სუნი ტრიალებს რა, აი ბატონოვანო რომ მეუნებოდი მე 5 სართულის მერე ყოველ სართულზე დავიღალეო მაგრამ ღირდა აქ მოსვლა ნახე როგორი გემრიელი სუნი ტრიალებს აბა როგორ გაიცანით ჩემი მეგობარი ვახო ვახტანგი როგორ ახლა გენაცვალე შენ ხო ეს არის ბატონი დავითი გაიცანით ბატონი ვანო ბატონი დავითი გახლავთ ჩემი მზარეული ვიხუმრე დიახ, ვიხუმრე, ჩემი უახლოესი ნათესავია, ბატონი დავითი, დიახ. ბატონო, ირაკლი. თქვენ ვახშამზე არ მიდიოდით? მივდიოდით. მივდიოდით, გადავწყვიტეთ დღეს მე და ბატონმა ვანომ, რომ უნდა გვევახშმა, თან საქმეზე გველაპარაკა, მაგრამ ამ დროს დარეკა ბატონმა დავითმა, ჩემო უახლოესმა ნათესავმა და მითხრა, რომ არაჩვეულებრივ კერძებს აკეთებს. რა მეხმარებაო ბატონი ვახო, რაღაც არაჩვეულებრივი წიგნი მოვიძიეთო, დიახ, ხო და გადავწყვიტეთ, რომ აქ გვევახშმა და საქმეზეც დაგველაპარაკა, დიახ. ბატონ ზუსტ დროს მოხვედით. დენაცვალე შენ. ზათარი? ეხავე ბატონო რაცია ხელებს სადავება. კი ბატონო, აი ესე მიბრძანდებით, გაყვებით კორიდორს, ხელმარცხნივ ყავისფერი კარია, ისეთი არაჩვეულებრივი ხის ყავისფერი კარია. ხილად, ხო? ირა. მაინც რესტორანში ხო არ წახვიდოდით, ჰა? რესტორანში ხო არ წახვიდოდით, ჰა? რა რესტორანში ტყუილად ვიწოლე, რებს აპარაკობ ეხა ბახო. არი. რა ვიცი. აბა. რა. ეხლა გაგაცინჯეთ და ეხლა გაგაცინჯეთ. აი ნუ დაარახუნებ ამ იმას კაც. ვაა. შენ გააკეთეს, ჰა? მაიც ხელი ხوار არის. ცოტა. აბა.
გაუჯერე რა იყო კაცო რა ვიცი ხა მე მგონი ცუდი არ უნდა იყოს ახლა ეს რა ვიცი რა ეს რაკეტი ვახურა რაკეტი ეს ვახურა ეს რა გამაკეთებინე ვახურა მე მგონა ვაკეთებდი სუფთა რუსულ უგზუსს და ეს რა გამაკეთებინე ამის ბრალია ირაკლი ყველაფერი რა რა პიცა უნდა გამოიძახო პატრული რა არის ბატონო ირაკლი ხომ მშვიდობა რა ცრემლიანი გაქვს თვალები ცრემლიანი მაქვს კაცო გამახსენდა ახლა რომ მერის უშვებთ სამსახურიდან და აი მე ისუშვებთ სამსახურიდან ხო რაღაც ოპტიმიზაციის რაღაც პროექტია ჩვენთან და შეიძლება გადაიყვანონ სხვაგან რა ისეთ დღეშია საწოდავი გოგო ისეთ დღეშია აი ვერ იცნობ რა დეპრესიაშია რა საწოდა როგორ ვაიმე რა არის ეხა ისე პრინციპში კარხასიაძე როგორი ერთი წუთით მე თვითონ ეხა მე რისუს გავარ თქვენ რატომ უნდა შეწუხდეთ თან ეს აბა დეპრესიაშია დეპრესიაშია კაცო ვერ იცნობ ისე მე კარხასიაძე როა როგორია და დეპრესიაში წარმომედგენია როგორია ეს მით წარმოგიდგენთ ბატონო ირაკლი მოდი ვივახშობთ და საქმეზე მერე ვისაუბროთ ბატონო ვანო ჯერ რომ საქმეზე ვისაუბროთ და მერე ვივახშმოთ არ შეიძლება ამას რო რამე დაიმართოს დაშო რა უნდა დაემართოს შენ მაინც ახლა კარები შიგნიდან არ ჩაკეტო ნუ ხო ეს მაშველები რომ მოვლენ შემოსამტრევი რო არ იყოს რა იხუმე შენ იხუმე ნუ რადგან თქვენსას არ იშლით ერთით უგემრიელესია აბა როგორ ჩემ დათუჩას ოქროს ხელები აქვს კაცო მომეცით რა რაღაც გემო გაკრავს იცით რა ზირტკბილა უქენ ის ჩესნოკ ბატონო დათო უღრმესი მადლობა ესეთი ვახშამის მომზადებისათვის ეს და თქვენთან სამსახურში მზარეული არ სჭირდებათ კარგი არა ხატვარი არა არ ხატვარი რა თქმა უნდა ექიმი უნდა ვიყო მაინდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში დავიწყო მუშაობა უკაცრავად ამის რეცეპტს ვერ ჩამაწერინებთ ვერა როგორ ვერა კალამი გააქვთ კი ბატონო ძალიან კარგი აი აქ მომიწერეთ ხელი აი აქ მე რეცეპტიც იქნება ღვინოსაც ამოვიტანთ და იმას შაშკვლავსაც დიახ გენაცვალეთ დიდი მადლობა ბატონო ვანო აი ახლა სიმართლე მითხარით მართლა მოგეწონათ ეს უგემრიელესია შენ გაიხარე სულ თქვენი იყოს ბატონო